გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. მარკეტში მე ადრეც აქ ბევრი მიხუმრია იმ 10 თეთრიან ცელოფნის პარკებზე, მოკლედ სასაული იმჭერს. რო არ გეკითხები და ესე ვატარებენ. ხო იქნება ჩემი პარკი მაქვს, ან წამოწა ხელში ვიკითხავს, ყველას ავიხუტებ ისე მივდივარ, ხო? ხო და ისა ბავშვა დამაბარა ჩუპაჩუპსი, წამომიღეო. ერთ ჩუპაჩუპსია საუბარი, ჩუპაჩუპსი. ხო და მივაწოდი ამ ხელა ჩუპაჩუპსი და კიდე წკაპ დაიძახა რაღაცა, შეხვედე პარკი გაატარა, იქ რაღაცა დააცკაპა, ხო და ხო და ისა გოგონა მეუთხარი ომი გინდა. ჩუპაჩუპსის პარკი რა შეგვიძლია. ხო. მიიღებ ომს ეუნები და ხო და პარკი არ გინდათო, მეკითხება და რომელი პარკი? მეუთხარი რომელი და ბორჯომ ხარა გავხსნი. ცელოფნის პარკი არ მინდა მე. ამოაშლებინე, მაგრამ მე 15 წუთი იმის იმას ამას რაღაცა კოდი არ იცის, დაუძახა ვიღაცას, იგი რო გამოვიდა ის პარკი რო წაეშალა, უკან ხალხი იცის ამ 10 თეთრის გულისთვის გადამკეტე მოძრაობა. ხო, მაგრამ რა ვქნა, ვიბძვი ასე. რა გავაკეთო? რა გავაკეთო? რა ვქნა, ყველა მიმართულებით ჩუპაჩუპსის პარკს მატენია, ხა რა არის ახლა. თან დადვიდა კაცო, ისე კი აღარ არის ახლა. იგი საინამოსწრებელია ბორჯომ ხარაგაულის პარკია. რა პარკს გავატარებდიო? კი, მე გაიხება კიდე იქეთ. ხო, 10 მე ვიხდი. სხვა შორის ახლა ისა რა ქვია მარშრუტკაში ვიჯექი რომ ვიღაც მამაკაცი ჩავიდა იქ ჩვენთან ქუთაისში არის ეს აღებულია შენი რაღაცა მოსული ისა გადახდილია ხო და ისა რა ქვია ჩავიდა ვიღაც კაცი და ესეც სასიამოვნო ქალბატონი იჯდა და თქვენი გადახდილია და მე დიდი მადლობა მიაძახა ამ ქალბატონმა მაგრამ ვერ გიცანითო უთხრა მეო შარშა რო ვიწექი თქვენთან მინოშვილის ქუჩაზეო ხო და ახლა უკვე ამ ქალს უყურებ თუ ყველა ეს კაცი აღარ გვაინტერესებს ხო და ამ ქალმა ხო მითო მაგრამ საოცარი აქ არ თავდება გამახსენდა კი მადლობა გენაცვალე უთხრა ახლა პატარა ქალაქია ქუთაის ვინვისთანაც საქართველოს მარკაშუნა ვიგებდე და შემოვტრიალდით ყველა და ეს ქალი მიხვდა რატომ მივაშტერდით თელი მარშრუტი და მე რეანიმაციის ექთანი ვარო ხო და ჩვენთან იწვრი რო ჩვენ თქვენი გურშიო ამას გულისხმობდა მე რეცეპტი დაწნარდა ხალხი ყველა ქვეყანას რაღაც თავის კანონები, წესები, აი ამ რამ გაგაუცა. სინგაპური იყო, მაგითი ძალიან უცნაური. ხო. გიდმა გაგვაფრთხილა, ჯერ სინგაპურში სკევის ღეჭვა არ შეიძლება, რაღაცა ისა რა ქვია, ჯერ სიგარეტის მოსაწევად ტაქსით მივდიოდით რაღაცა, იმიტომ რომ ქალაქში სინგაპურში 4 ადგილზე შეიძლება მოწევა. 4 ადგილზე. ერთ-ერთი რაც გამაოცა იყო რომ ფულსო რო ნახავთო, დაგდებულსო სინგაპურულ დოლარსო დაგდებულსო ნახავთო ისა ძალიან გთხოვთო გადააბიჯეთ და გაიარეთო იმიტომ რომ ის არც უფიქრე ჯიბე შედება ხარ არც უფიქრე იმიტომ რომ პოლიციაში უნდა მივიტანოთო თუ კი აიღებთო პოლიციაში უნდა მივიტანოთო და ეხლა მე თელი დღე პოლიციაში რაღაცას ამიღე ხარ იმ ქვეყანაში თუ 4 დღე და ხარ 2 დღე პოლიციაში გაატარო ასე რომ დავუშვი $100 დაინახეთ გადააბიჯეთ გადაითო უსვენ ამ გიც $100 დაინახე გადააბიჯე და გაიარე ხო მეუბნება ხო და უფალს შევთხოვე ღმერთო რაც მე შევთხოვ ყოველთვის $100 ვიპო ახლა არ ამიხტირო მე ვხარ ამ ქალაქში უეჭვლის როგზე ვარ წამსვლელი $100 დავინახავ რა ის გადავაბიჯე გამორიცხულია ეგრევე ვაჭერიებ თავს ხო და რომ გადააბიჯო მე ეს სტრესი გინდა იმას მოუკლევარ და გინდა იმას ხო მიჩემი ჯიბე ჩავიდე იქ არ დამიჭირო ხო ეხლა რადგანაც შენი ამბები ჩამოვარდა და შენ ყველაფერში აქ დაბლოკილი ხარ, უზბეკეთში ყვავი, ხო იცი რომ ბიჭო, აი მოგიყვები, მაგითო წერან ხო თქვი რომ იქ აი დოის არ იყოს მეთქი რა, იქ იციან ვინც ხარ, რაც ხარ, აი საზღვარგარეთ გადის ქართველი დამთავრდა და ყველაფერი ხარ. ხო. აქ ხარ არავინ თორე იქ კი. მორიგი რაღაცა მიწევა იქიდან გამომიგზავნეს რომ აი კულტურის მინისტრის მოწვევა რომ ფესტივალი პირველად უზბეკეთში რატო არ იყო სხვათა შორის არ ვიცი მიგვეს თეატრალური ფესტივალი და თქვენ ხართ ჟიური ექსპერტი რაღაცა და ნუ მოკლედ რა
და ეხლა სულ რაღაცა ისე ვიცვამდი ხოლმე ყოველთვის ეხლა ისე ვიცვამ რა. ცოტა მოწესრიგებულად და რატომ მაინც იმ დღეს გადავწყვიტე რომ ჩავიცი რაღაც სპორტული გამოგლეჯი რაღაცა ბამბაზის ხალათით რაღაცა. ავდივარ თვითფრინავში და რომ უთხარი მეთქი სად არის მეთქი და სტიუარდესა მეუბნება რომ აქვე ანუ ბიზნეს კლასი აღმოჩნდა. რაღაცა რას მე ვესწარი მიწა ნათოხნი გაცეა ბიზნეს კლასი რაღაცა კაი სპორტულებით მოკლედ წავედით რა ჩავფრინდით და რომ ჩავდივარ ამ ტრაპზე და ვიღაცა შავ კოსტუმში ძალიან ოფიციალური პირი მელოდება უკაცრავად კახა გოგიძე ხო აქეთ მომბზანდით მეთქი დამიჭირეს ამ შობეზე რა დაგიშავე რა დამიჭირეს მაიბახი დგას ჩემთვის მაიბახი მეთქი რატო არ ჩავიცვი მაიბახურად მაგრამ რა ვიცოდი ბიჭო მიმიყვანეს სასტუმროში ახალი გახსნილი სასტუმროა სულ ცხოვრობთ რამდენიმე ადამიანი მე ვენესუელის პრეზიდენტი ზევით და დანარჩენი ჟიურის წევრები ვინც არიან ის ჩემი მეგობრები ვისთან ერთადაც მე დავდივარ ხოლმე ერთი ფრანგი ერთი პოლონელი თურქი ყაზახი მოკლედ რა და ავედით დავსახლდით რაღაც ჩემი მეგობრები ვნახე ფრანგი რეჟისორი და რატო გუსვამ ფრანგ რეჟისორს ხას ხო და ეს პოლონელი რეჟისორი და 2 დღეა დავდივართ უკვე როგორ აი მიჩვევა იცის ხო კეთილდღეობამ რა უკვე რომ აი კარზა აი რომ გაჩერდება ელოდები რომ კარი გაგიღონ აბა რომ შენ თუ გააყედა სახე რატო არ გამიღეთ კარი აი ესე გაფუჭებს რა ხრწნის მოკლედ ვარ ამამბაში და ნახე კიდე 3 სპექტაკლი დღეობა ხო აი აბსოლუტურად რა ჩემი ძმაკაცი მიერეკავს ეს ფრანგი რეჟისორი მესამე დღეს უკვე რა დილას რომ ეს რა გვაკადრეს კახავ ეს რა გვაკადრეს მაიბახები აღარ გვეყოლებავ ეხა პაზიკში ვარ გაზდილითო გასულიც ერთხელ გასული სპექტაკლები ვიყავდე დავიკარგე მუთაკაში გახვეული ბავშვი პატარა დამატარებდა დედა ჩემი და დავიკარგე ავტობუსში და ბოლოს რო ნახეს კიბის აი ესე რო იკეტებოდა ავტობუსები გახსოვ იმის კიბის ქვეშ ვიყავი შეგორებული და მეძინა ჩემთვის მან გაზდილი ხლა მაიბახი აღარ აყვას ერთი დედას ხო არ ვეტყოდი რა მაგრამ მე ხო ევროპელი უნდა ვიყო და ვითომ ფუფუნებაში გაზდილი აია როგორ მაკადრეს მაგათი დედა მაიბახი თუ არ იქნება ჩემი ფეხი არ იქნება ჟიურის ვიტო მარშრუტკა მერსედეს ვიტოები რო მინიმუმ შემოვიცხადე რა და ვიტო მარშრუტკაში მოგვათავსეს კაი ჯანდაბას მე ვთხარი კრისტოფ დაწყნარდი ძმაო არა უშავს სამაგიეროდ გასახსენებელი გექნება შენ თორე მე იმდენი მაქვს ეგეთ ჩამოვედით შედიან ამ ჟიურის წევრები ამ ვიტოში და მე რომ უნდა მივიდე და თქვენ არაო ერთი უზბეკი ადამიანი რატო მე ვთხარი თქვენ აქეთ და ჩემი მაიბახი მოაგელე როგორ ჩავჭეკ ვიცი აი ესე ხოდა ვაი თქვენს პატრონს ხიფუ თქვენ დაბიოებო თქვენ და ერთ ჩემი ფრანგი ძმაკაცი შედის ამ ვიტოში და იცი როგორი თვალებით მიყურებს სახში წამიყვანე ძია ერთი ლექსია ეგეთი რა მამლუქელი 2 დღე ვაწამე ხო ესენი ვიტოში მე მაიბახში ვიტო მაიბახი ვიტო და ფრანგი მოვიდა და რატო კახაო მეუნება მე რატო არ მეძახიო ჩემთანო შენთანო მეო შენი ძმაკაცი არა ვარო დაეგდე მე ვთხარ შეუპატრონო შენ და დაეგდო ჯუდა რატო მალოდინეო 2 დღე სულხან-საბა რატო ალოდინე თქვენი დედა ალოდინე ავიღე აბაროტი დედას გეფიცები რა სულხან-საბა ეს გიჟია ვის სულხან-საბა ეგრე თქვენი ლუდოვიკოს დედა ვატირე შვილებს დავიფიცებ თუ არ მქონდეს ნათქვამი და გაკეთებული კაი მოკლედ რა მე და ეს ფრანგი და ოღონდ ფრანგს როგორ იმავშევიც რა შეტრეში დამელოდე ხა და მე ჩავდივარ რაღაცა მაიბახში დაასუფთავეს არამე მოვა მოკლედ ქართველმა გრუზინმა გაიღვიძა ჩემში და დასრულდა ფესტივალი ხო მორჩა კონცერტი გალა მალა რაღაცა დაჯილდოება ჰაი ჰუი და გამოვდივარ და მორბის ჩემი გამწარებული პოლონელი რეჟისორი ძმაკაცი ჟიურის წევრი ეს რა გვიყვეს კახა ეს ჩემთან რატომ მორბოდა ყველა არ ვიცი მე რა ის ვიყავი სტალინის დისწული არ ვიცი ეს რა გვიყვეს რა გიქვეს რა გიქნეს ბიჭო
ვიტოს ძღოლმა იცი რა გვაკადრაო, რაო და რომელ საათიაო დახედეთ რომ მივედი სასტუმროში წაყვანა გვინდაო ტაშკენტში, შუა ტაშკენტში. ტაშკენტი 4 მილიონიანი ქალაქია რაღაც. საქართველოს დიდია. 12-ს გადასწავ, წაი თქვენი კამის და წავიდა, მე დავასრულე უკეო. ის ვიტო წაღარა. დაღარც ვიტო აღარ აყავთ და რა გავაკეთოთ? კახა მეუბნება და მე ხა უნდა მოვიფიქრო და უცებ ჩემი მძღოლი იქიდან. მორბის შენ მაიბაღი ისე ნუ გეშინიათ ერთხარი საქართველო რო არა თქვენი პაზიკა დედა დაეყარენით მოკალეთ აი თავიდან ბოლომდე არ ვიცი ეთყობა ნუ მაინც გადმოყვა ეს გრუზინი ქართველია და რაღაცა და აი ბოლომდე მეორე დღეს სხვა ქალაქში მივდიოდი ხო ისევ ის მაიბაღი მოვიდა აღარ ეკუთვნოდა მე მიყვანეს ტაქსთან ჩამს ეს ფლავი მაჭავს გამაცილეს რა აი ესე აქ 5 წელია ხელფასი არა ისა ეგ ვინ არის ეგ უნიჭო და ეხა ახალი ის მოიგონეს აღა იქ სახალხო არტისტი ხარ ახარ წინა არჩევნებზე როგორი სიტუაცია გქონდა შენ ახლა ვიცი რომ ძალიან ჩართული იყავი ამბავში გურიაში თუ იყავი თუ არა კი თბილისში ვიყავი ხა ძირითადად მაგრამ გურიაში მოხდა ეგეც ძალიან საინტერესო ფაქტი მე ხო იცი გურული და რაღაცა სულ ამ გურულ ფაქტებით ან ისეთია მოგეთ გურიაში ხა სადაგვრილო მისია ჩასული ვანო და 30 კაცია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სხვადასხვა NGO-ს და რაღაცა და აგვირდებენ არჩევნებს და არის რა თქმა უნდა ქაოსი ყველგან რომ არის რომ ყალბდება უბნებთან არეულობა რაღაცა მოკრიმინალო წეღარო ვთქი ბოდიში და მობო ხალხი ყველა სუსის ნასეთქები და ესე ჩართულები არიან რა თან რო იკლაკნებიან თან ქუჩაც უნდა ისე ყველაფერი უნდათ რა სუსის უნდა და სოფლის გამგებელი გამოხდა რომელმაც თქვა რომ მე წაგიყვანთ ეხაო მე თვითონ წაგიყვანთო ეხა უბანზეო წავიდეთ თუ არსად არაფერი არ ხდებო იგონებს ეს ყველა იგონებენო ესე გამომყევით თუ გაყვა ეხა დიდი ეს მიყევია სოფლის კოც გამგებელს რა ხო უნდა შემოიღო ხარბად ეხა იწოს ყველაზე შვიდი უბრიდან ხო სადაც ფიქრობს ეხა იქ ძალიან დიდი სიფშვიდე იქნება რომ მივიდნენ ესენი რომ გადავიდნენ ეხა მანქანებიდან ხო არის 30 თუ 40 კაცი მიდის მაგრამ კოცი რის კოცია რომ ნაციონალი არ იცნოს ხო იმ 50 კაცის იმ 50 კაცის დაინახა ჩვენი თანამებრძოლი ისეთი რომელიც ეხა და იმ კოცს დაინახა სუფრაგს არჩევნებთან ყველგან ეგრე იციან კოცება გაშლილი ეს 100 ლარი ხო დაურიგეს რაღაცა წამოდგა ის კაცი უცებ ეხა ეს გურუ და თანაც ის იცნეს და ესე ჭიქა აიღო გაიგე და მიშას გაუმარჯოს მიშას იზაღის სპეციალურად ეძახის ამას გაიგადავა რა მიშას გაუმარჯოს მიშას დაჟდა ბიჭო გავიდა უცებ რაღაცა ჩოჩქოლია და რაღაცა მეორე ეზოდან მორბის ერთი კოცი რას ქვია შენ ამდენი ფული აიღეო ჩვენგანო კოცო და რას ქვიაო შენო მიშა დალოცეო ამან ჩათვალა და ამან გული და ამან გაიყადავა ის ვერ გაერკვა სიტუაციაში და მორბის და ამას არაცალა და მოტეხა ყმა პირდაპირ დასხოდა ეს გამგებელი უყურებს ამ ყველაფერს ეს დამკვლებლები გიჟები უყურებენ შვიდუბანზე მოგვიყანაო და ჩხუბი მიდის ბიჭო უბედური ჩხუბია და ამ გამგებელმა ხა ეს ერთის მაგის დაქირავებულია და მეორეც ორივე თავის ხალხია და შევარდ ახლა ნუ მომჭერთ ახლა თავი და ახალეს ესეც მაგრაცებს გაიგდეს ეგ დაუყოვნებლების საგემორმოდელ მარტო ნაციონალი გამოვიდა იქიდან შვიდად ბედნიერი იყო მიშა დალოცილი იყო პარტია დალოცილი იყო აბა ხმები ძალიან ორივე დამტრეული თუმცა გაგებებული ხო იცი ეგრე რას ქვია მიშა და სამ ვერ გაერკვა ის იმან შენ ფული მოგეცი ჩვენ და შენ უბანზე მიშას გაუმარჯოს დაიძახე ვერ მიხვდა რა ხდებოდა რას კი იყო მაგრამ ეს იყო მაგარო ჩაერია ეხლა გაჩერეთ ორივე და დასხეს ამას იცი რა არის კიდე ერთი კითხვა ეხლა შენ მაშინ ალიონიც მიყავდა მაგრამ აი სხვა გადაცემები რა კი არ მოხდა პატარა ვიყავი მე არა მეორე ახსოვე დაიწყო მეორე ახი რა იყო ხო ეს პირველი გამონათება იყო საბჭოთა ტელევიზიის ალტერნატივის რა წარმოიდგინე ის პირველი არხი რაც იყო საბჭოთა პერიოდში იმის ალტერნატივა უცბად გაჩნდა მეორე ხი სადაც ადამიანები გამოდიოდნენ თავისუფლად ლაპარაკობდნენ რაღაცა და აი ძალიან პოპულარული გახდა რა ეს მეორე არხი აი ძალიან ну машинაც პირველად ვიდგავდით ფეხს ასეთქა ტელევიზია და ფული машинაც ჭირდა იმ პერიოდშიც ხო და ამიტომ მოვიფიქრეთ რაღაც ვიქტორინას ვათამაშებდით რა ну რაღაც ფული შემოგდიოდა ვიქტორინა რა იყო რომ სვავდით პირდაპირ ეთერში კითხვას ვინც დარეკავდა სოფასურს გავცემ და იმას საჩუქრებს ვაძლევდით აი ხა რომ წარმოიდგინო ესე პირამიდის ფორმა ქონდა ამ საჩუქრებს ესე იყო დაალაგებული რა ხო და ყუთები ხო რა ყუთები რაღაცები რა სამზარეულოს ტექნიკა და რაღაც ახლა მინიმალური რაღაცები და
ოპერატორი ყავდა გაფრთხილებული, ახალი ოპერატორი იყო მოსული, რა ესე ძალიან მონდომებული ბიჭი იყო, ყველაფერს პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და უთხარი რომ რო არ შეგეშალოს მეთქი რაღაცა მეთქი უყურე მეთქი პრიზი რო არ შემთხვევით სხვა არაჩვენო მეთქი თითით რასაც გაჩვენებ მეთქი ზუსტად აი იმ პრიზზე გააკეთებ მეთქი ახლო ხედი შენ რო ახლო ხედი ანუ ნაესდი ჩემნაზე ახლო ხედი რო იქნება მეთქი ახლო ხედის რო გაჭედავ მეთქი მე დავიწყებ პრიზზე ლაპარაკს მეთქი და მაყურებელსაც ენელა იმას ვიზავ რა შემოდი ზარი რაღაც კითხვა დავსი ვიღაც შუახნის ქალბატონი შეიძლება ცოტა გადაცილებული სანდომიანი ქალბატონი რეკავს ორი პასუხი გამცა რა ხა წარმოიდგინე უნდა ავდგე. ხო. ესე ალაგია პრიზები. აქ დევს ის პრიზი რაც ბოლო რაც არის რა თავზე რა და ეს არის მიქსერი რა და აი მიქსერი როგორი რაღაცაა ის 90-იან წლებში ეხა რომ მანქანა აჩუქო რა. ხალხი ხელი თქიფავს რაღაცებზე ეს მიქსერია რა ეხა ელექტრო წარმოიდგინე და მანქანა ჩვეულებრივი რა. და ესე დღეს და ოპერატორს დავანახე რომ ნაესდი მეთქი. და ოპერატორს რა უნდა მაგას და წამოვიდა ნაესდი და მეც დავიწყე და ეხა ინტრიგა უნდა შევაგდო ამ ყველაფერში რა ეხა გამოიგო უნდა უთხრა ხო რა და არ ვეუბნებით ან უმალავ რა და მე ვთხარი ქალბატონო მეთქი თქვენ ეხლა ისეთი რაღაც მოიგეთ მეთქი რაც დღეს მეთქი ყველა ქალის ოცნებაა არ ვიცი მეთქი აი დილას შუადღისას საღამოს ღამეს სულ თქვენს გვერდით არის მეთქი რა ამის გარო სიამოვნებას მიიღებს მეთქი ქალი მეთქი ვერაფერი ვერ შეცვლის ამ სიამოვნებას აი პირობას გავზის მეთქი თქვენი ქმარიც კი ეჭვიანებს მეთქი იმდენ დროს გაატარეთ ამ ყველაფერს ამ თანამედროვე და ბიჭო როცა რეკავ ხო ბიშველი ვარ იქიდან ხო პასუხი არის არა და სულ რო სანთებელა ჩქო ადამიანს მადლობას გეუბნება ხო და დუმილია რა ანუ არაფერი არ ისმის და ცოტა ხანში მესმის სიტყვები ვაიმე ჩემი სიკვდილი ვაიმე ეს გათახსირებული ვაიმე ეს რეებს ლაპარაკობს ცოტა დავიბენი და ეთქობა სახში ოჯახი უყურებდა ამ ყველაფერს და იქიდან კაცის ყვირილი ქალოს ადარეკა ვინ არის ეგა მაგის ეს იქნება ნუ აი ინგრევა ეთერში ყველაფერი რა ხდება და მე ხო დგევარ ეს კაცო გაშტერებული ხა თანამ სანუკვარ პრიზს მინდა გადავცე და თანისა და ნუ მივხვდი რომ რაღაც არ არის კარგად საქმე რა და მონიტორისკენ გავაპარეთ ვარი და ეს ნაესდი არის წამოსული ჩემ შარვალზე ესე კრუპნი პლანი ჩემი შარვალ ოპერატორს გვერდი აულია მიქსერს აუარა და მოვიდა მინდა აი ესე ვარიგებ ესე იგია თან ისეთი რომ ქმარს შეგიცვლით და იმ დღის მერე ხომ ვიქტორინა აღარ წამყვანია საერთოდ ერთი წელი სამაგიეროდ მაშაყილებდნენ ტელევიზიაში ზალიკორო პრიზებს არიგებს ეგეთი უნდაო თორე ძალიან სასაცილო ისტორია კიდე ბჟარბების ამბავი რო იყო გახსოვს აი ეს ერთი პერიოდი რო იყო პოლიციელები რო აკაკუნებდნენ და ხან იძახდნენ რომ გაზის კაცი ვახლა ჯარიმები რომ უნდა ჩაებარებიან და პანიკა რო იყო რა აი ჩემს კორპუსში სადაც ავარ მოკლედ მისამას არ ვიტყვი რა მომძებნა მიწვალო კარგა ხო და ამ ჩემს კორპუსში აქციაზე დადიოდა ბევრი რა მეც დავდიოდი და ესე დადიოდი მეზობლები რა თქმა უნდა და ეხლა რომ ეს აიწია რომ პოლიციელები ხან გაზის კაცად ასაღებენ თავს ხან ვიღაცას ასაღებენ თავს და ასე შემდეგ მეზობლები შეთანხმდნენ რომ დაცვა ყავს კორპუსს და ვინმე უცხო არ ამოვიდეს რო არ ვიცით ისე იმიტომ რომ დადიანეს პოლიციელები და გაზის კაცად ისე თან ეხლა აქ წითლიძე ამ კორპუსში და შეიძლება მოვიდნენ დასაჭერად მოკლედ ეს კონტაქტი დეკემბერია წინა სახალხო დღეებია აქციაზე ვარ და მირეკავე სამეზობლო და სასწრაფოდ მოდი და ჟურნალისტები მოიყვანე პოლიციელი დავიჭერეთ სანტა-კლაუსის ფორმაშიო დავჭო ეხა ცოტა ძალიან გამიკვირდა ეხა ხტები რომ მეთქი ხა ამადგან კი ყველაფერს ველი მართლა ამ პოლიციისგან მაგრამ ხა სანტა-კლაუსის ფორმით რამ გააგიჟათ ხა ჩემ დასაჭერად რომ არ მოსულიყვნენ ვიფიქრე და თან ჟურნალისტებს არ უთხარი ისე მოდი ჯერ მე ვნახავ თქო რა ხდება თქო მოვედი კორპუსში და ეხა სცენა რო წარმოიდგინეთ მთელი კორპუსი ქვევით არის ჩამოსული რა დაახლოებით 50 ადამიანი ეს საწყალი სანტა-კლაუსის ფორმით დგას ესე შუაში ეს ქუდი მოძრობილი წვერები თავ ჩაღებული და კაცმა დამინახა და ამოისუნთქა და მოვარდი ჩამწკე რომ ქალბატონოვანი მიშველეთ და რა ხდება მეთქი და კაცო გამოძახებით ავარო სანტა-კლაუსია რა გამომიძახეს აქო მერვე სართულის ნაცვლად შემეშალაო მეშვიდეზე მე და დავუკაკუნე კარზეო რო დავუკაკუნე იქიდან მკითხეს ვინ ხარ და სანტა-კლაუსი და თქვენი რეჟიმის დედაწევდი პოლიციელები და მე ვისაც მიუკაკუნე იმ სართულზე ყველა ბიძინა მაგინაო და ვეუბნები რომ სანტა-კლაუსია
დაჭერა არ უშევდნენ ხო არცა მე ჩამოათრიეს იქიდან წარმოიდგინე ეს კაცი და სანამ არ გაირკვა რომ მართლა და სანამ ის არ იპოვეს ის მობინადრე ვინც მართლა შულს გამოუძახა ეს სანტა კლაუსი და შეშალა უბედურს სართული და მერვესნაცად მეშვიდაზე იყო მანამდე მაგას არ უშავდნენ გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.